მოგესალმებით. დღეს მინდა განვიხილო გერმანიის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის გზები, ჩვეულებრივი, ქართული, ზოგადი განათლების ატესტატის საშუალები. უშუალო თემის განხილვაზე გადავალთ 1-2 სიტყვა საგანმანათლებლო სააგენტო უნივერსალის შესახებ. ეს არის უნივერსალის ვებსაიტი, მასზე მოცემული ყველა სასწავლებლის ოფიციალური წარმომადგენელია იგი საქართველოში. გეხმარებით ენის კურსების გავლაში, დაჯავშნაში, პროფესიონალური განათლების კურსების მოძებნაში, სკოლის განათლების მიღებაში და საუნივერსიტეტო პროგრამის გავლაში. დაგეხმარებით შეგარჩევინებთ პროგრამას და სასწავლებელს, გაგატარებთ სავიზო პროცედურებს, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით სტიპენდიის მიღებაში და მოგაწვდით ინფორმაცია საცხოვრებლების შესახებ. მას ასე, როგორც შეგპირდით, განვიხილოთ გერმანიის განათლების სისტემა. მოცემულ სქემაზე თქვენ ხედავთ, რომ სასკოლო განათლება მოიცავს 13 წელს და ბოლო 2-3 წელი სტუდენტს აქვს საშუალება მოემზადოს სპეციალურად იმ საგნებში, რომელიც მიდის იმ პროგრამისკენ, რომელ პროგრამაზეც აპირებს ჩაბარებას უნივერსიტეტში. გერმანიაში არის 2 ტიპის უნივერსიტეტები, Universities of Applied Sciences, რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია კერძო უნივერსიტეტების სახით და არის საჯარო უნივერსიტეტები. მოგეხსენებათ, საჯარო უნივერსიტეტებში სწავლა გაცილებით იაფია, მხოლოდ სიმბოლური თანხა ჯდება, სემესტრული განათლება, ორივეგან ისწავლება როგორც ინგლისურ ენაზე, ასევე გერმანულ ენაზე, თუმცა უმეტეს საჯარო უნივერსიტეტებში ინგლისურ ენაზე სწავლებადი პროგრამები არის გაცილებით მაღალი ფასის, ვიდრე გერმანულ ენაზე გადმოცემული პროგრამები. არც უნივერსიტეტები, კერძო უნივერსიტეტები, Universities of Applied Sciences არის ძალიან ძვირი გერმანიაში, გააჩნია, ვთქვათ, მხარეს, რომელ მხარეშია ეს უნივერსიტეტი განთავსებული. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ თუ ვთქვათ, გაქვთ IB დიპლომი, A-level, აგრეთვე შესაძლებელია მე-12 წლის შემდეგ ჩარიცხვა გერმანიის როგორც საჯარო, ისევე კერძო უნივერსიტეტებში, მაგრამ არა ჩვენი ჩვეულებრივი ზოგადი განათლების ატესტატის მიხედვით, თუმცა აქაც არის გამონაკლისი ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში. როგორც წინა სქემაში ნახეთ, 13-წლიანი სკოლის განათლების შემთხვევაში პირდაპირ ირიცხებით უნივერსიტეტში, აგრეთვე პირდაპირ ირიცხებით, თუ შესაბამისი IB დიპლომი გაქვთ შესაბამისი საგნებით და A-level-ით შესაბამისი საგნებით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი განათლების დიპლომი გაქვთ, ატესტატი საქართველოში აღებული, აუცილებელია 1 დამატებითი წელის დაფარვა, ან გერმანიაში, ან საქართველოში. განვიხილოთ 12-წლიანი განათლების შემთხვევაში, ატესტატის შემთხვევაში, რა პროცედურას გავდივართ და რა პროცედურას გავდივართ, თუ მივიღებთ 11-წლიან სასკოლო განათლებას. 12-წლიანი სკოლის განათლების შემთხვევაში აუცილებელია მოსამზადებელი წლის გავლა, ანუ პირველი, თუ გერმანიაში ვაპირებთ ამ წლის დაფარვას, უნდა ჩავირიცხოთ საჯარო უნივერსიტეტის შემთხვევაში სტუდიენ კოლეჯში იგივე პროგრამაზე, რომლის გაგრძელებასაც ვაპირებთ, ან მოსამზადებელ foundation წელი გავიაროთ კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში. არის კიდევ საშუალება, რომ ეს წელი დავფაროთ საქართველოში. ჩავირიცხოთ საქართველოში უნივერსიტეტში, აუცილებლად, რომელიც არის სახელმწიფო აკრედიტირებული და პროგრამაც უნდა ქონდეს აკრედიტირებული. ეს უნდა შემოწმდეს სპეციალურად საიტზე anabin.d. რა ხდება, თუ 11-წლიანი გახდა სასკოლო განათლება? თუ 11-წლიანი სასკოლო განათლება იძლევა
აკრედიტირებული ზოგადი განათლების ატესტატს, მაშინ იგივე საფეხურებს გავდივართ, როგორც 12 წლიანი შემთხვევაში. მაგრამ რადგან საქართველოში დაუშვეს და არის საუბარი, რომ დამატებითი 12 წელი შეუძლია სტუდენტმა დაფაროს როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტში, ეს უკვე ქმნის პრობლემას, რომელი რამდენწლიანი სკოლის განათლება იქნება მიჩნეული როგორც სრული ზოგადი განათლება და რომელი მისცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს. თუ 11 წლიანი არ ჩაითვალა სრულ ზოგად განათლებად, მაშინ 1 წლის მაგივრად დამატებით მოგვიწევს კიდევ 1 წლის გავლა, ანუ 2 წელი. ანუ თქვა, თუ გვინდა სტუდიენ კოლეჯი ან ფაუნდეიშენ გავიაროთ გერმანიაში 1 წელი აქვს, საქართველოში უნდა ვისწავლოთ აკრედიტირებულ უნივერსიტეტის აკრედიტირებულ იგივე პროგრამაზე და შემდეგ გავიდეთ სტუდიენ კოლეჯში, ან 2 წელი დავფაროთ საქართველოში. მედია მიღებული ინფორმაცია იყო საინტერესო და ამომწურავი. ეს არის ისევ ჩვენი სააგენტოს ვებსაიტი, ესე გამოიყურება მისი ინტერფეისი. დარეგისტრირდით ჩვენს Facebook გვერდზე, რადგან იქ სრული განახლებები ხდება ხოლმე სტიპენდიების შესახებ, სავიზო პროცედურების თუ საგანმანათლებლო ცვლილებების შესახებ საზღვარგარეთ. ამჯერად დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.